რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ სტარტაპერები. სხვადასხვა კომპანიების დამფუძნებლები ტექნოპარკში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების თავმჯდომარეს ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ. იყო ხმაურიც სტარტაპერები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს და პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ, თუმცა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ არალეგიტიმურ პრემიერს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. სხვადასხვა კომპანიების დამფუძნებლების თქმით, მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, ამერიკიდან და ევროპიდან არაერთი მსხვილი ინვესტიცია გაუქმდა. მარიამ ელიბაშვილი გვეტყვის ამ თემაზე უფრო მეც გისმენ მარიამ. კეთილი, თავდაპირველად გეტყვით იმას, რომ იყო აქცია ჩანიშნული ტექნოპარკთან, სადაც სტარტაპერები და სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლები უნდა შეკრებილიყო, თუმცა მოულოდნელად გადაწყდა, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე მათ შეხვდა და გაესაუბრა მათ, ასე ვთქვათ, 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მათთან შეხვედრა. ხმაურით მიმდინარეობდა ეს შეხვედრა, ვინაიდან ავთანდილ კასრაძე ირწმუნებოდა იმას, რომ ქვეყნის არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს არანაირი განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, რასაც მოყვა ხმაური და დაპირისპირება დარბაზშიც. იქ შეკრებილია ადამიანები, სხვადასხვა სტარტაპერები და კომპანიის დამფუძნებლები ამბობდნენ იმას, რომ მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე ქვეყნის არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა და შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე, არაერთმა მსხვილმა კომპანიამ ამერიკასა და ევროპიდან უარი თქვა ქვეყანაში მსხვილ ინვესტიციაზე. რაღაცები ზედმეტად არასწორია, რომ დავაბრალოთ მთავრობას, მაგრამ მთავრობამ რაც თქვენ რაც თქვით ეგ, რომ მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირზე, ერთი წამი. უყურეთ. რაზე? რო რაც დღეს ხდება ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ქართული ოცნება. ქვეყანაში პროცესებზე პირველი პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლებას აკისრია ცალსახად, ხო? ანუ ეს არის 2x2 ეხლა. ანუ აქ მთავარი სხვა რაღაცა არის რა, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი. ამ განხეთქილება მოგვყვანა აქ? კი ბატონო. ზუსტად ეგ გვაინტერესებს, რომ ეს განხეთქილება რო გადაიჭრას, ხო? კი ბატონო. ანუ ან მარჯვნივ უნდა წავიდეთ, ან მარცხნივ. ხომ მივიდეთ. მესმის. ანუ მაგაში მეტაφορით რომ ეს განხეთქილება აქედან წარმოიშვა თუ არა? რა თქმა უნდა, ამ განცხადებამ წარმოშვა ეს პროტესტი, ხო? ანუ ცალსახად. აქ არის კიდევ ერთხელ ამბობ, არა ის ვისი ბრალია, არამედ აქ ხო ვართ და ეხლა ხო გამოსავალი ყველამ უნდა ვნახოთ. მოვისმინეთ სადგრძელოები, ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სადმე გაგვეგო, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციის 33 თანამშრომელი აწერს ხელს საჯარო მოხელეთა ერთობლივ, რომელიც უკვე დაგვიანებული, იმიტომ რომ ის ევროინტეგრაციას ეხებოდა და ამის მერე უკვე ხალხი დახოცეს ქუჩებში, ხო? ნუ აწამეს, დააპატიმრეს, მერე რომ ის რო სიკვდილით არ დამთავრდა რომელიმე შემთხვევაში უბრალოდ გაუმართლა ამ ხელისუფლებას, ისე იქცეოდნენ მისი ზონდერები და სწორედ ამიტომ ის განცხადებაც კი უკვე დაგვიანებულია და ამ დროს, როდესაც მთელი ტექ ეკოსისტემა დგას ქუჩაში, მათ შორის ამ ორგანიზაციის თანამშრომლები და როდესაც ამ მენეჯმენტი არის გაჩვენებული, ეს უბრალოდ მიუღებელი ამბავი არის. დღეს ჩვენ მოვისმინეთ რაღაც ტრაფარეტული დემაგოგიური ტექსტები, რომ ვითომ ჩვენ ისე ვაგრძელებთ სვლას დასავლეთისკენ, თუმცა როგორც ვხედავთ, საჯაროდ და ღიად არის გაცხადებული არალეგიტიმური მთავრობის მხრიდან, რომ შეწყვეტილია 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან ინიცირება ნებისმიერი საკითხის ევროკავშირის მიმართულებით და თურმე ეს ნიშნავს გულში იმას, რომ ჩვენ მაინც ევროკავშირისკენ, რასაც ჩვენ არ დავიჯერებთ ნამდვილად. სამწუხაროა, რომ აქაც იგივე დემაგოგიას შევეჩეხეთ, რაც ამდენი ხანია გვესმის ეთერებში. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა დღეს შეთანხმება ვერ მოხდება, იმიტომ რომ გარკვეულ პოზიციებში ორივეს გვიწევს ყოფნა როლიდან გამომდინარე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას მაინც ექნება შედეგი და ვიცი, რომ ისინიც არიან იმ მხარეს, რომელ მხარესაც უნდა იყვნენ და ბრძოლა გაგრძელდება ამ ეტაპზე. ქუჩის გარდა ვერაფერი გამოსავალი ვერ ვნახეთ საზოგადოება. მთლიან პერიოდის განმავლობაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის წარმომადგენლები ავთანდილ კასრაძესგან ითხოვდნენ, რომ დაიფიქსირებინათ კონკრეტული პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათ არაერთხელ მოუყვანეს არგუმენტი ის, რომ 400-ზე მეტი ადამიანია დღეს მშვიდობენ აქციაზე დაკავებული არალეგიტიმური შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მხრიდან, თუმცა მთლიან პერიოდის განმავლობაში, როგორც ისინი ამბობენ, ისმენდნენ დემაგოგიურ განცხადებებს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ისინი ეკოსისტემის წარმომადგენლები, სტარტაპერები და სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლები
დამფუძნებლები ისევე როგორც სხვა დღეებში პროტესტის მე-16 დღესაც აპირებენ რომ შეუერთდნენ ქვეყნის მთავარ გამზირს და დაგეგმილ პროევროპულ აქციას.